ხუთი მთავარი ნიშანი, რაც ერთმანეთისგან განასხვავებს twin flame-ების, ეგრეთ წოდებული სულიერი ტყუპის ძალების მისტიურ სიყვარულს, კარმული ტოქსიკური ურთიერთობებისაგან. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ურთიერთობის ეს ორი ტიპი ხშირად ერევათ ერთმანეთში, ვინაიდან ორივე მათგანი დაკავშირებულია მძაფრ ემოციებთან, ტკივილის განცდასთან და შინაგან ტრანსფორმაციასთან. მაგრამ უმთავრესი რაც ამ ორ ტიპს ურთიერთობის ამ ორ კატეგორიას განასხვავებს ერთმანეთისგან არის ის, რომ თუ სულიერი ტყუპის ძალების შეხვედრის პროცესში ადამიანი განიცდის ტკივილს, რომელსაც იგი გაცნობიერებამდე მიჰყავს კარმული, ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ურთიერთობის პროცესში ეს ტკივილი ადამიანს შინაგანად ანადგურებს, ფიტავს და უფრო მოწყვლად ხდის, უფრო სუსტს ხდის, ვიდრე იგი იყო ურთიერთობის დასაწყისში. მეორე განმასხვავებელი ნიშანი ეს არის ისეთი მდგომარეობა ადამიანში, როდესაც ამ შეხვედრის შემდგომ, ასეთი მისტიური შეხვედრის შემდგომ ადამიანში იღვიძებს შემოქმედებითი ენერგია, ძალიან დიდი, მძაფრი, სიცოცხლის წყურვილი, სამყაროს შემეცნების სურვილი, მოგზაურობის სურვილი, თვალსაწიერის, ხედვის, ჰორიზონტების გაფართოების სურვილი, რაც არ ახლავს თან ტოქსიკურ კარმულ ურთიერთობებს. მესამე განმასხვავებელი ნიშანი ეს არის სულიერი ზრდა განვითარება. თუ თქვენ ასეთ იშვიათ ურთიერთობაში შეხვედით, როგორიც არის twin flame-ების შეხვედრა, თავის მხრივ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შედგეს, ადამიანი უკვე უნდა იყოს განვითარების შესაბამის საკმაოდ მაღალ საფეხურზე, მაღალ ვიბრაციებში, წინამძღ შემთხვევაში ეს შეხვედრა არც შედგება, არც დაუშვებს სამყარო ასეთ შეხვედრას, მაგრამ ასეთი შეხვედრის შემდგომ და ურთიერთობის შემდგომ წყვილი ერთმანეთში ცვლის ისეთ ენერგიებს, ისეთი ალქიმიური პროცესები მიდის ადამიანში, რომ ნებით თუ უნებლიეთ ადამიანი ვითარდება, იზრდება სულიერად და იგი გარკვეული დროის შემდგომ უკვე სრულიად სხვა განვითარების, სხვა უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება და ამას იგი თვითონაც ამჩნევს, ვიდრე იყო ურთიერთობის დასაწყისში. ასეთი პოზიტიური განვითარება ადამიანში არ ხდება ტოქსიკური კარმული ურთიერთობის პროცესში. პირიქით, ადამიანი უფრო ჩადის დაბალ ვიბრაციებში, სხვადასხვა პარაზიტებსაც კი იყიდებს, მათ შორის იწყება ფინანსური პრობლემები, ვალები და პირიქით ადამიანი უფრო როგორც თქვი, შინაგანათაც იწამლება, ხდება ტოქსიკური, ისეთივე ტოქსიკური, როგორიც არის თვითონ ეგრეთ წოდებული კარმული ურთიერთობა. მეოთხე ეს არის თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი. თუ ადამიანი გარკვეულ დამოკიდებულებებში იმყოფებოდა, ან ვიწრო ხედვის მატარებელი იყო, ან გარკვეულ ვიწრო ჩარჩოებში იჯდა, ეს ჩარჩოები იმსხვრევა და ადამიანის ცხოვრებაში შემოდის მეტი თავისუფლება, მეტი ხედვა და მეტი შესაძლებლობები იმისა, რომ განვითარდეს შემოქმედებითად და განვითარდეს სულიერად. განსხვავებით ტოქსიკური კარმული ურთიერთობისაგან, რომელიც პირიქით სწორედ რომ დგას კონტროლზე, манипуляციებზე და არა ჯანსაღ ტოქსიკურ მიჯაჭვულობებსა და დამოკიდებულებებს. და ბოლო მეხუთე ნიშანი ეს არის საკუთარი თავის შეცნობა. სულიერ ტყუპის ძალთან შეხვედრა თავის მხრივ ატარებს საკმაოდ რთულ ტრანსფორმაციულ ხასიათს, შემოდის დიდი ქაოსი ადამიანის ცხოვრებაში და ეს სიყვარული არ არის მარტივი სიყვარული, ეს არის საკმაოდ რთული ურთიერთობა, თავისი მთელი რიგი გამოწვევებით და ემოციური манипуляციებით ასევე, თუმცა ეს ურთიერთობა ატარებს სწორედ ისეთ ალქიმიურ, მისტიურ ხასიათს, მისტიურ დატვირთვას, რაც ადამიანს ეხმარება, რომ მეტად შეიმეცნოს, შეიცნოს საკუთარი თავი და აღმოაჩინოს ყველაზე ნამდვილი ჭეშმარიტი მე,
ყველაზე ავთენტური მე საკუთარ თავში და გახდეს სწორედ ეს ავთენტური მე. განსხვავებით ტოქსიკური, ასე ვთქვათ, კარმული ურთიერთობისაგან, სადაც ადამიანი თავის უმაღლეს ჭეშმარიტ მეს კი არ უახლოვდება, არამედ იმასაც კარგავს, რაც აქვს, ანუ კარგავს საკუთარ თავს. ეს არის ის ხუთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რაც ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის შეხედვით მსგავს ურთიერთობის ამ ორ ტიპს. თქვენ რა სიტყოდით ამასთან დაკავშირებით, თქვენ თუ გქონიათ ესეთი გამოცდილება, თუ შეხვედრი ხართ თქვენს მისტიურ ტყუპის ცალს, თქვენს მისტიურ სიყვარულს და რა გამოცდილება დაგიტოვათ ამ ურთიერთობამ. გამიზიარეთ თქვენი ხედვები კომენტარებში, ველი თქვენს გამოუხმაურებას. დროებით შეხვედრამდე.